საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის პროექტის ფარგლებში კულტურის მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა. გურამ ოდიშარიამ სამინისტროს პრიორიტეტებზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ოდიშარიას განცხადებით უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონებია. მინისტრის ინფორმაციით გაუმჯობესდა მიზნობრივად დაფინანსების სისტემაც. ჟურნალისტები ლევილის მამულით დაინტერესდნენ. ოდიშარია ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა უახლოეს მომავალში ლევილის საქართველოს გადმოეცეს, სადაც კულტურული ცენტრის მოწყობაა დაგეგმილი. Am ambas uceb moqva წერილი თურქული მხრიდან, რომლებიც გთხოვენ ჩვენ, რომ აუცილებლად გვაახლეთ სპეციალისტი, არქეოლოგი და აი დღეს უკვე ფაქტობრივად მიდის შერჩევა თუ რომელმა, ესე იგი სპეციალისტმა ეს ტვირთია თავისთავად პასუხისმგებლობა და ძალიან საინტერესო ამბავია ჩვენ ყველანი სულ მოუთმელად ველით იმას თუ რას ვიპოვნით მანდ და ალბათ არქეოლოგი ჩავა, შეიძლება ალბათ ხვალვე უკვე მე ვფიქრობ ალბათ ხვალვე მას დახვდება თავისი კოლეგა.